დღეს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა სავანეთმა, დილამ, კოდამ და კუმისმა პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დეტალებს გიყვებით საქმიან საღამოში. ირაკლი კობახიძის მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ BMG-თვის საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებს საჭიროებს, რასაც პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს. ქართული ბანკების მიერ ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება 2025 წლის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა და დეკემბერში 2 მილიარდ 830 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ბანკების მიერ სებისთვის წარდგენილი სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. დეტალურად გიყვებით რამდენიმე წუთში. საღამოში დობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. ირაკლი რუხაძემ ტელეიმედი გაყიდა. რუხაძის განმარტებით 2018 წელს ტელევიზიის შესყიდვა ბადრი პატარკაჩვილის ოჯახის თხოვნითა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვის მიზნით მოხდა, რათა თავიდან აეცილებინათ ნაციონალური მოძრაობის რევანში. ბიზნესმენი აცხადებს, რომ დასახული ამოცანები შესრულებულია, ოპოზიციური ძალები ჩამოშლილია, ომში ჩათრევის საფრთხე კი მინიმუმამდეა დაყვანილი. ისի თქმით, მედია ბიზნესი მათთვის ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს და პირიქით სირთულეებს უქმნის მათ მთავარ საქმიანობას, ინვესტიციების განხორციელებას. იმედის ახალი მფლობელი Prime Media Global ხდება, რომელიც აქციების 50% შეიძენს, ხოლო მეორე 50% ტელეკომპანიის მოქმედ დირექტორს მაკალომიძესა და მის 4 მოადგილეს გადაეცემა. რუხაძე განმარტავს, რომ მფლობელთა ცვლილებების მიუხედავად შენარჩუნდება არსებული სარედაქციო პოლიტიკა და მართვის მოდელი განცხადების დასასრულს ირაკლი რუხაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს მრავალწლიანი მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკურ ველზე ქართული ოცნების ღირსეული და პროფესიონალი ოპონენტები გამოჩნდებიან. ამასობაში მთავრობა სტრუქტურულ გადალაგებას იწყებს, რაც სახელმწიფო აქტივების მართვაში ახალი სახელების დარქმევას უფრო ჰგავს, ვიდრე შინაარსობრივ რევოლუციას. ირაკლი კობახიძის კაბინეტი ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს, თუმცა რადგან ბუნებაში ადგილიც არიელი არ რჩება, პარალელურად საქართველოს განვითარების ფონდის ლიკვიდაცია იგეგმება. ფაქტობრივად 1 ჯიბიდან მეორეში გადალაგების პროცესია, სადაც ძველი ფონდი ისტორიას ჩაბარდება, ახალი ბანკი კი იმედია ფუნქციებს უფრო ეფექტიანად შეასრულებს. სანამ მთავრობა გადალაგების პროცესშია, ეროვნული ბანკი ფულს აგროვებს. იანვარში სავალუტო რეზერვები 6.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მარეგულირებლისთვის ეს კომფორტის ზონა და უსაფრთხოების ბალიშია. ამასობაში კომერციულმა სექტორმა 2025 წლის შედეგები შეაჯამა და გამოაქვეყნა იმ სექტორების რეიტინგი, რომლებზეც ყველაზე მეტი სესხი გაიცა. სტატისტიკა ზუსტად აჩვენებს, რომელი დარგები სუნთქავენ კრედიტებით. ქართული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელი 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით 71 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. ამ სესხებიდან 27 მილიარდი ლარი მოდის ფიზიკურ პირებზე, 26 მილიარდი ლარი კორპორაციულ სექტორზე, 10.8 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორზე, 9.2 მილიარდი ლარი კი მიკრობიზნესზე. რაც შეეხება უშუალოდ სექტორებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ბიზნესების დაკრედიტებაში პირველ ადგილს უძრავი ქონების დეველოპმენტი იკავებს 4.6 მილიარდი ლარის სასესხო პორტფელით. ამ სექტორში სესხების წლიური ზრდა 13%-ია, მეორე ადგილს მომსახურების სექტორი იკავებს 4.3 მილიარდი ლარით, ზრდა 21%-ია, მესამე პოზიციას კი უძრავი ქონების მენეჯმენტი 4 მილიარდი ლარით, სადაც დაკრედიტება წლიურად 18%-ით არის გაზრდილი. თუმცა გაცილებით დაბალია სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის სესხების ზრდა, რაც 2% შეადგენს, ენერგეტიკის დაკრედიტება კი 10%-ით არის გაზრდილი. სოფლის მეურნეობაში დაკრედიტება წლიურად 9%-ით გაიზარდა. დღის ეს რიგშია ფასების ზრდის მუდმივი თემაც.
სადაც დამნაშავის ძიება ისევ და ისევ გრძელდება. ეროვნული ბანკი ხელს 3 პროდუქტისაგან იშვერს და აცხადებს, რომ ინფლაციას პური, ძროხის ხორცი და ყველი ქაჩავენ. ამ ბრალდებას მყისიერი და ირონიული პასუხი მოჰყვა მეპურეთა ასოციაციისგან, სადაც ამტკიცებენ, რომ პური პროდუქტებს შორის ყველაზე ხუთოსანია და ფასები სტაბილურია. მოკლედ, გვაქვს სიტუაცია, როცა სები ხედავს გაძვირებას, ბიზნესის სტაბილურობას, მომხმარებელი კი სალაროსთან ორივე ხარის არგუმენტებს საკუთარი ჯიბით აფინანსებს. და ბოლოს რომ არ მოვდუნდეთ, მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ცუნამის უმზადებს, აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოში 59 კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. როგორც ჩანს, რაოდენობა ხარისხის მთავარი ინდიკატორია და დეპუტატებს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი ელით იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა პრობლემის მოგვარება ახალი რეგულაციით შეიძლება. საქმეის აღამო გაგრძელდება პარასკევის ტრადიციით, შოთა ტყეშელაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, რომელიც კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე უფრო მეც მოგვიყვება შოთას აღამო მშვიდობის. შევაჯამოთ განვლილი კვირა, პრინციპში პარასკევი დღეს ბევრი ამბავი იყო, შესაბამისად დავიწყოთ პარასკევი დღით და დავიწყოთ ასე ვთქვათ იმ თემით, რომელიც უკავშირდება და რომელიც ვისაუბრე, ეს არის შექმნა ერთის მხრივ ბანკის და მეორეს მხრივ გაუქმება ფონდისა, რომელიც ჰქონდა ქვეყანაში. დიახ, სწორედ დღეს დაგვირგვინდა მთელი კვირა და არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გავიგეთ საღამოს. დიახ, გავიგეთ ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ გაუქმდა საქართველოს განვითარების ფონდი, ეს არის სამართალმემკვიდრე საპარტნიორო ფონდისა, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს 2011 წელს დაფუძნდა და არსებობდა. მასში გაერთიანებული იყო უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაციები, თუმცა წლების განმავლობაში აღინიშნებოდა მრავალ ასეულმილიონლარიანი ზარალი, რის გამოც მთავრობამ ამ ფონდის რეფორმირების და გარკვეულწილად მისი შემადგენლობიდან მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების ეტაპობრივი გამოყვანა დაიწყო. გამოვიდა ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი კომპანია, რომელიც თავად ამ ფონდს აფინანსებდა, ესენი იყო ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რკინიგზა, ელექტროსისტემა, ესკო და სხვა მნიშვნელოვანი აქტივები, ხოლო 2023 წლიდან ფონდს სახელი გადაერქვა და მას ამჟამად ეწოდება საქართველოს განვითარების ფონდი. მისი აქტივები მნიშვნელოვნად შემცირდა და დარჩა მხოლოდ რამდენიმე ბიზნესი, მათ შორის ბორჯომილი კანის სასტუმრო, ასევე თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა თბილისში და სხვა მცირე ზომის აქტივები. ახლა კი ფაქტობრივად მთავრობამ ამ ფონდის საბოლოო გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ისედაც ფაქტობრივად მილევად რეჟიმში იყო და მსხვილი ახალი პროექტები ფაქტობრივად არ იყო დაფინანსებული ამ ფონდის მიერ, ასევე არსებობდა სავალუტო ფონდის მიერ დაწესებული შეზღუდვაც სწორედ საპარტნიორო ფონდთან მიმართებით იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ არ გაიმართებოდა აღნიშნული ფონდი ფინანსურად, იქამდე მის მიერ სასხების გაცემა შეზღუდული იყო. სავალუტო რეზერვების ნაწილი ჩვენ ვახსენეთ 6.3 მილიარდი, გაუმჯობესებულია წინა რეკორდი, რომელიც ასევე მიმდინარე წელს გასულ წელს დამყარდა, 2025-ში უკვე რეკორდზე ვიყავით. მოკლედ, თუმცა ჯერ არ ვიცით იანვრის შესყიდვების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. დიახ, გავიგეთ საქართველოს სავალუტო რეზერვების შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად 141 მილიონი დოლარით გაიზარდა და ეს ზრდა ძირითადად უკავშირდებოდა ოქროს ფასის გაძვირებას, რადგანაც ის რამდენიმე ტონა ოქრო, რომელიც საქართველოს სავალუტო რეზერვებში არის, გასული თვის განმავლობაში ზუსტად 141 მილიონი დოლარით გაძვირდა იმის გამო, რომ ოქროს ფასი ფაქტობრივად რეკორდულ ისტორიულ მაქსიმუმზე არის და აღნიშნული მდგენელიდან გამომდინარე საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობაც გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ ოქროს რეზერვები ამჟამად მილიარდ 151 მილიონ დოლარს შეადგენს მთლიან რეზერვებში. სახელმწიფო ბანკის დაფუძნებაზეც უნდა ვთქვათ, იქ რეალურად განმარტებულიც არის, რომ ის კომერციული ბანკის კლასიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობის შემსრულებელი არ იქნება. მოკლედ რა წერია, რაც ვიცით ახლა, რა მომცემლობა გვაქვს სახელმწიფო ბანკთან მიმართებით. დიახ, მთავრობის ინიციატივა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკის დაფუძნება, ჯერჯერობით დეტალები და მოცულობა, ასევე დაფინანსების წყარო თუ საიდან უნდა მოვიდეს ამ ბანკის დაფინანსება უცნობია, შესაძლოა ეს იყოს
ახალი საგარეო კრედიტის აღება და მაგალითად დონორების თუ ახალი ობლიგაციის გამოშვებით საწყისი კაპიტალის მოზიდვა, ეს შეიძლება იყოს ისევე განსხვავებული მოდელის შექმნა, როდესაც სახელმწიფო კომპანიები დაექვემდებარებიან ამ ბანკს, როგორც ეს წარსულში საპარტნიორო ფონდის შემთხვევაში იყო, თუმცა პრაქტიკა მაჩვენა, რომ აღნიშნულმა მოდელმა არ გაამართლა და დღეს ფაქტობრივად საპარტნიორო ფონდის სახელით არსებული საქართველოს განვითარების ფონდის სახელით არსებული ორგანიზაცია საერთოდ უქმდება. ასევე უცნობია თუ რა მასშტაბი შეიძლება იყოს ის ახალი ფონდი და ახალი ბანკი და რა პროექტები შეიძლება მან დააფინანსოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება ფისკალურ რისკებს. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელსაც აღნიშნული ბანკი განახორციელებს, იქნება ფაქტობრივად სახელმწიფოს მიერ აღებული ბიზნეს რისკი. რასთან დაკავშირებითაც ჯერ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოსთან დაკავშირებით შეფასება არ გაუკეთებია და მომდევნო კვირებში შევეცდებით, რომ გავარკვიოთ ნახოთ მომავალ კვირას მაყურებელსაც და მკითხველსაც მივაწვდით ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. მადლობა შოთა ტყეშელაშვილს ტრადიციული ჩართვისთვის. ჩვენ ის უნდა გავაცილოთ და დღევანდელი დღის მთავარი გმირი უნდა მოვიხმო სტუდიაში ჩვენი ასისტენტი მოგვაწვდის. შოთა, შენ შეგიძლია დატოვო სტუდია, სანამ კვერცხი მობრძანდება სტუდიაში. აი აგერ არის დღევანდელი დღის მთავარი გმირი, რომელშიც სხვათა შორის ერეკლე ფოლადიშვილმა, როგორც მითხრა დაახლოებით 5 ლარი და 39 თეთრი გადაიხადა 10 ცალიან შეფუთვაში. არა უშავს, მაინც გაიაფებული პროდუქტია, ასე რომ ერთი ცალი ერეკლეს გავატანთ 9 კვერცხს მოკლედ სახში. ხო და ოდესღაც კაცობრიობა პასუხს ეძებდა კითხვაზე, რომელი უფრო ადრე გაჩნდა, ქათამი თუ კვერცხი. საქართველოში ეს კითხვა დიდი ხანია შეიცვალა უფრო პრაქტიკული დილემით, რომელი უფრო სწრაფად იზრდება, ინფლაცია თუ კვერცხის ფასი. დღევანდელი დღის რიცხვი 173-ია. ეს არც პარლამენტარების რაოდენობა და არც ახალი ჯარიმების, ეს არის კვერცხების ის საშუალო რაოდენობა, რომელსაც ერთი სტატისტიკური ქართველი წლის განმავლობაში მიირთმევს. თუ ამ რიცხვს ქვეყნის მოსახლეობაზე გავამრავლებთ, მივიღებთ ასტრონომიულ ციფრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვერცხი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საყრდენია. თუმცა ამ საყრდენს ბოლო დროს ფასი აეწვა. ციფრები არ ტყუიან, ბოლო 5 წელიწადში კვერცხი საქართველოში 50%-ით გაძვირდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ქათამმა საკუთარ თავზე იმაზე მეტი წარმოდგენა შეიქმნა, ვიდრე მისგან მოველოდით. მაგრამ ნუ იჩქარებთ დეპრესიაში ჩავარდნას. მთავრობის ჩარევისა და პრემიერ-მინისტრის მეგობრული დარიგების შემდეგ მწარმოებლებმა გადაწყვეტეს, რომ ფასი 5%-ით შეამცირონ. მათემატიკოსებისთვის ეს საინტერესო ამოცანაა, როცა პროდუქტი 50%-ით ძვირდება, მერე 5%-ით იაფდება, მომხმარებლის ჯიბეში რჩება. დიახ, სწორად მიხვდით, მადლიერების გრძნობა. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე, როცა ფასების ზრდა გვაწუხებს, ბევრს უჩნდება ცდუნება, უბრალოდ აუკრძალოთ გაძვირება. ზუსტად ასე მოიქცა ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსში. მან გამოსცა დეკრეტი, აკრძალულია ფასების ყოველგვარი ზრდა. რა მოხდა მერე? პირველი იყო დეფიციტი, მაღაზიებიდან პროდუქცია გაქრა, რადგან მწარმოებელს ურჩევნია საერთოდ არ გაყიდოს ვიდრე წაგებაზე იმუშაოს, გაჩნდა შავი ბაზარი და დავარდა ხარისხი. როცა ფასს ვერ ზრდი, იწყებ წონის კლებას ან იაფასიანი ნედლეულის გამოყენებას. ბოლოს ლუკაშენკო, თავად ლუკაშენკოც კი იძულებული გახდა აკრძალვა შეერბილებინა, რადგან ეკონომიკა დირექტივებით არ იმართება. საქართველოს ჯერჯერობით 5%-იანი ნებაყოფლობითი კლებით შემოვიფარგლეთ, რაც უფრო PR აქციას გავს ვიდრე ეკონომიკურ რეფორმას. მოკლედ 173 კვერცხი ჩვენი წლიური საშტატო ნორმა, გირჩევთ ამ 5%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ, სანამ ქათმები ისევ არ გაბოროტებულან. მანამდე კი გახსოვდეთ, ეკონომიკა კვერცხივითა თუ ზედმეტად ძლიერად მოუჭერ ხელს, აუცილებლად გატყდება. საქმეის აღამოს დასრულების შემდეგ თელარაგელანტიას წერტილი გეოლდებათ ეთერში, ვნახოთ გადაცემის ანონსი.
ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი უნდა შეწყდეს. თსეო განათლების სამინისტროს მოუწოდებს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების პროცესი შეაჩეროს. გივი მიქანაძე დღეს ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ხვდება. მოუწევს თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლებას უკან დახევა. მინისტრთან შეხვედრის შედეგებზე დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე მოგვიყვება ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ირინა გოცირიძე. მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოტივებზე კი ვიმსჯელებთ სტუდიაში. განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექს-პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. დრო საქმიანი საღამოს აფონდო ბაზრების მიმოხილვით გავაგზავნოთ გუშინდელი დღე და საერთოდ განვლილი კვირა ძალიან უცნაური იყო ამერიკული საფონდო ბაზრისათვის ორშაბათიდან მოყოლებული ყოველი დღე ხედავდით დაღმასვლას გუშინ მაგალითად საერთოდაც ინდექსების შეფასებას უშუალოდ 1.9% შემცირდა განსაკუთრებით შავი დღე გაუთენდათ ტექნოლოგიური კომპანიების ინვესტორებს, ვინაიდან გაჩნდა ბაზარზე მოლოდინი იმისა, რომ AI კომპანიები შემოსავლებს რატომღაც მომავალში ვერ მიიღებენ და ამიტომაც დროულია მათი აქციების გაყიდვა. ეს ნარატივი რა თქმა უნდა დიდად არანაირ რეალობას არ ეფუძნება, რადგანაც AI კომპანიები პირიქით რეკორდულ შემოსავლებს დებენ და როგორც ჩანს უკვე ბაზარმა გადაიაზრა მთელი ეს რისკისა თუ მომავალი ზრდის შეფარდება და დღეს ხედავთ საერთოდ ანომალიურ ზრდას. ამ ყველაფრის ფონზე მაგალითად Dow Jones-ის ინდექსი, რომელიც 30 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას მოიცავს, გაიზარდა ლამის 2%-ით და ის ამჟამად იმყოფება რეკორდზე. დიახ, Dow Jones-ის შეფასება ასეთი მაღალი ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა. ასევე მკვეთრი ზრდა აქვს S&P 500-საც 1.9%-იანი, NASDAQ-მაც გარკვეულწილად აღდგენა შეძლო იმ დანაკარგისა, რაც გუშინ დადგა და მატება გვაქვს 1.59%. ძალიან ვოლატილურია ბირჟა დღეს, ანუ მაღალ მერყეობასთან გვაქვს საქმე და ასეთ პერიოდში, როგორც ყოველთვის ინვესტორებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, არ უნდა აყვნენ ემოციებს და უნდა მოერიდონ როგორც წესი ასეთ პერიოდში ან აქციების გაყიდვას, ან ყიდვას, რადგანაც ბაზარი არის უკიდურესად ვოლატილური და ეს ვოლატილობა კარგად ჩანს კომპანიების აქციებშიც, როგორც ხედავთ დღეს მაგალითად წარმოუდგენელი 7%-ით გაიზარდა Nvidia-ს შეფასება. ძალიან რთულია ამ მასშტაბის კომპანიამ დადოს ერთ დღეში 7%, მაგრამ Nvidia-მ ეს მოახერხა, გულთან პარტნიორობას უკავშირდება ეს ზრდა. Apple-საც მატება აქვს, Microsoft-საც TSMC საერთოდაც 5%-ითაა გაზრდილი, Broadcom-მა 7% დააფიქსირა დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ლამის და ერთადერთი გამონაკლისი მთელ ამ აღმასვლის, ასე ვთქვათ, ტენდენციაში არის Amazon-ი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ფინანსური შედეგები, როგორც მოგების, ასევე შემოსავლების კუთხით, მაგრამ მაინც მისი აქციები როგორც ხედავთ ეცემა 7%-ით. ამისი მიზეზი არის მარტივი. Amazon-ი აპირებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდას. კომპანია გეგმავს მიმდინარე წელს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ხარჯების გაწევას, ანუ CAPEX-ის ჩადებას. ეს კი ინვესტორებს არ მოსწონთ და ეს არ მოწონება რეალურად გამოისახება იმაში, რომ კარგი შედეგების მიუხედავად Amazon-ის აქციები ეცემა. სავარაუდოდ, როდესაც ბაზარი დაუბრუნდება ნორმალურ ტრაექტორიას, იქ Amazon-იც მოახერხებს ამ დანაკარგის ამოღებას, მაგრამ ჯერჯერობით ვითარება გვაქვს აი ასეთი საკმაოდ ვოლატილური და ცოტა არ იყოს და ალოგიკური. პოზიტიური განწყობა გვაქვს ევროპაში, სადაც გუშინ ვარდნა იყო, დღეს მატება დაახლოებით 1%-იანი. Nikkei-ც გაიზარდა 0.80-ით, შანხაის კი მცირედ იკლება აქვს 0.26%-ის ფარგლებში. აქვე ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, ის 1%-ით გაძვირდა დღევანდელ სავაჭრო სესიაზე და ბრენდის ფასი შეადგენს $68, WTI-ის ფასი კი არის $64. მატება გვაქვს ბუნებრივ აირთანაც დაახლოებით 5%-იანი, მეგავატ-საათი ენერგიის ფასი კი შეადგენს 35 ევროს. რაც შეეხება ოქროსა და ვერცხლს, მათ ძალიან ცუდი კვირა ჰქონდათ, მაგრამ კვირის ბოლოს რაღაცნაირად პოზიტიური დინამიკა იკვეთება. მაგალითად, ოქრო 3.5%-ითაა გაძვირებული, $4,945 შეადგენს ოქროს ფასი. ვერცხლი კი დაახლოებით 8%-ით გაძვირდა დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, მაგრამ მაინც გავიმეორებ იმას, რომ წინა კვირას დაფიქსირებულ რეკორდულ შედეგთან მიმართებით ეს კვირა არის ნამდვილად ძალიან ცუდი. თუმცა მიუხედავად ამისა, ერთ წლიან პერიოდში ოქრო 73%-ით, ვერცხლი კი 138%-ით არის გაძვირებული. ორი სიტყვით, კრიპტო ბაზარსაც გადავალოთ თვალი, რომელსაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდა, რაც შეიძლება გვენახა. ბიტკოინი
დაეცალა ამის 20%-ით, ეთერიუმი თითქმის 30%-ით, აი ამ წუთებში 1%-იანი მატება გვაქვს, ეთერიუმი 2000-ის, ხოლო ბიტკოინი 79000-ის ფარგლებშია დასტაბილურებული, მაგრამ მაინც განვლილი 4-5 დღე იყო კრიპტო ინდუსტრიისათვის უკიდურესად არასახარბიელო, რაც პრინციპში კორელაციაში იყო ამერიკული ტექნოლოგიური ინდექსის ვარდნასთან, თუმცა ზუსტ მიზეზებს და იმ ყველაფერს თუ რატომ არის ბოლო პერიოდში ეს ბაზარი დეპრესიაში, ამის შესახებ რამდენიმე წუთში გაგაცნობთ, მანამდე კი თვალი გადავალოთ ლონდონის საფონდო ბირჟას, სადაც ასევე პოზიტიური დინამიკა გვაქვს დღეს და მატება არის 0.97%. TBC-სთანაც ასევე მატება გვაქვს, საქართველოს ბანკის მსგავსი შედეგი აქვს მასაც, პლუს 0.83% არის აქ ზრდის მაჩვენებელი. ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, ის გამყარებულია ბოლო პერიოდში დოლართან და კურსია 2.68, ევროს კურსია 3.16, ხოლო სტერლინგის კურსია 3.64. და ბოლოს აქვე ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ ტრადიციულად Foresight Hislaris ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%-ს ანგარიზე 50000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში კი სარგებელი აღწევს 10%-ს. ეს არის წლიური ამნაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, აი ასეთი ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმე საღამოში კი დღეს ძალიან ცვლად ვისაუბრებთ კრიპტო ინდუსტრიაზე. დაახლოებით ნახევარი წლის წინ ბიტკოინის ფასმა მიაღწია რეკორდულ $126,000 ნიშნულს, მას შემდეგ კი ბაზარი გადავიდა ჯერ სტაგნაციის, შემდეგ კი რეცესიის ფაზაში. რატომ მოხდა ეს? როგორ აღმოჩნდით იმ რეალობაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რა ეშველება კრიპტო ინდუსტრიას ამ საკითხებზე უფრო ცვლად მოგვიყვება BMG-ის ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი. გიორგი, მოგესალმები და მივესალმები მაყურებელს. ბიტკოინის ღირებულება დღეს კატასტროფულად $60,000-მდე დაეცა. მართალია, ახლა მატებაა, თუმცა ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ მისი ფასი წინა წელს დაფიქსირებული რეკორდული ნიშნულიდან 53%-ით შემცირდა. ანალოგიური შედეგი აქვს ეთერიუმსაც და თუ ბაზრის განწყობის ინდიკატორს დაუჯერებთ, ამჟამად კრიპტო ინდუსტრია ექსტრემალური შიშის ფაზაში იმყოფება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრიაში განვითარებული მოვლენები რადიკალურად განსხვავდება წინა წლების სისტემური კოლაფსებისგან. თუ ადრე ბაზრის ვარდნას კონკრეტული ბირჟების გაკოტრება ან თაღლითური სქემების მხილება იწვევდა, ბოლო 30 დღის დინამიკა უფრო მეტად გლობალური მაკროეკონომიკური გაურკვევლობით და ტრეიდერების აგრესიული ლიკვიდაციის ციკლით არის განპირობებული. მთავარი მაკროეკონომიკური ფაქტორი Fed-ის ახალი პოტენციური ხელმძღვანელი კევინ უორშია, რომელიც მოსალოდნელია, რომ მონეტარულ პოლიტიკას არ შეამსუბუქებს, რაც სარისკო აქტივების გაუფასურებას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარმა წინასწარ დაიწყო იმ სცენარის გათამაშება, რომ საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდება ისეთი ტემპით, როგორცაც ოპტიმისტები ვარაუდობდნენ. როდესაც კაპიტალი ძვირი რჩება, ინსტიტუციონალური ინვესტორები ერიდებიან ისეთ არასტაბილურ აქტივებს, როგორიც ბიტკოინი ან ეთერიუმია. ბოლო დღეებში დაფიქსირებული ვარდნა კი დიდწილად ETF-ებიდან კაპიტალის გადინებას უკავშირდება, რაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ საფონდო ბირჟამ კრიპტოს მიმართ ინტერესი დაკარგა. ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა ეგრეთ წოდებული მაინერების კაპიტულაციის ნიშნებიც. ბიტკოინის ჰალვინგის შემდეგ მაინინგის სარგებლის განახევრებამ ბევრი მცირე და საშუალო ზომის მაინერი არარენტაბელურად აქცია. იმისათვის, რომ მათ საოპერაციო ხარჯები, ანუ ელექტროენერგია და აპარატურის განახლება დაფარონ, იძულებულები არიან დაგროვილი კრიპტორეზერვები გაყიდონ, რათა გაკოტრებას თავი აარიდონ, რაც ფასზე ზეწოლას ახდენს. დაზრდის. ასევე უჩვეულოდ მაღალია ტრეიდერების ლიკვიდაციის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კრიპტო ბირჟების მომხმარებლები უჩვეულოდ დიდ რისკებს იღებენ და ვალის სანაცვლოდ ლევერიჯირებულ პოზიციებს ხსნიან. როდესაც ბიტკოინის ფასი ეცემა, ასეთი პოზიციების ავტომატური ლიკვიდაცია იწყება, რაც კიდევ უფრო მეტად აჩქარებს კრიპტოვალუტის გაუფასურების პროცესს, რადგან საქმე დომინოს პრინციპთან გვაქვს. თავად ბიტკოინის მკვეთრი გაუფასურება საცალო ინვესტორების განწყობას ნეგატიურად ცვლის, განსაკუთრებით იმ დამწყები ინვესტორების, რომლებმაც კრიპტო რეკორდულ ფასად იყიდეს და ზრდის იმედი ჰქონდათ. გარდა ამისა, მიზეზი, რომელიც კრიპტო ბაზრის მიმართ ოპტიმიზმს ანელებს, პოლიტიკას უკავშირდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში კრიპტო ინვესტორები ელოდნენ, რომ მისი გაპრეზიდენტება პრო-კრიპტო პოლიტიკას გააძლიერებდა და ბლოკჩეინს მეტ თავისუფლებას მისცემდა, თუმცა დროსთან ერთად ეს ნარატივი გაიფანტა. არც მკაფიო პოზიცია რეგულაციებზე, არც ინოვაციური პოლიტიკა
გეოპოლიტიკის კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. უფრო მეტიც, არც ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი ჩანს, რომელსაც ტრამპი რამდენიმე თვის წინ აანონსებდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ტრამპის ოჯახი საკუთარი კრიპტოაქტივებით და გარიგებებით გამდიძრდა, ხოლო ამით სარგებელი რამდენიმე კომპანიის გარდა სხვას არავის მიუღია. ზოგადად, კრიპტოინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მისი ზრდა ყოველთვის ემოციურ მოლოდინებზეა დაფუძნებული და არა ეკონომიკურ საფუძვლებზე. როცა ბაზარზე ახალი ნარატივი ჩნდება, ფასები იზრდება, მაგრამ როცა ეს ემოციური ნარატივი ქრება, ინვესტორები ხვდებიან, რომ რეალური მოთხოვნა მწირია და კრიპტოაქტივების პრაქტიკული დანიშნულება ჯერაც ლიმიტირებულია. თუკი ამ ობიექტურ ფაქტორებს იმასაც დავამატებთ, რომ სოფლიოში გეოპოლიტიკური რისკები ყოველდღიურად იზრდება და შეიძლება ახლო აღმოსავლეთშიც კი კონფლიქტის ახალი კერა გაჩნდეს, მარტივად მისახვედრი ხდება თუ რატომ ეცემა კრიპტოვალუტების შეფასება. საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397,000-მდე გაიზარდა. წლეურად ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 6,000-ით არის გაზრდილი. აქედან საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129,000 იყო, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა 55,000-ს აღწევდა. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა ფოსტის შესახებ კანონის მიღებაზე მუშაობს. აღნიშნული კანონპროექტი 2026 წლის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშიც მოხვდა, რომელსაც მთავრობა პარლამენტს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში წარუდგენს. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს. როგორც სააგენტო იტყობინება, სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება. უწყების მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბური მეტრი ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. რა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-20 პაკეტი, როგორც ამბობენ, საკმაოდ ისეთი მრავლისმომცველი პაკეტია, რომელიც ძირითადად არის ფოკუსირებული რუსეთის ორ სექტორზე, რა თქმა უნდა, ენერგეტიკაზე და ფინანსებზე, რადგანაც ენერგორესურსების ექსპორტია რუსეთის მთავარი შემოსავლის წყარო, ეს არ არის არავისათვის სიახლე და ამ მიმართულებით ევროკავშირი გამს, როგორც ჩანს, ძალიან დიდ ნაბიჯებსაც. მოკლედ, საუბარი ეხება რეალურად ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებას. 43 ხომალდი შევიდა დამატებით შავ სიაში. ეს ხომალდები, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურით ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებენ, ვერც პორტებში ვერ შევლენ და ვერც მომსახურებას გაუწევენ ევროპულ კომპანიებს. ასევე საუბარი არის LNG ტანკერების შეზღუდვაზე, ყინულმჭრელების შეზღუდვაზე და საერთო ჯამში რუსეთის საზღვაო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების ამოქმედებაზე. მთავარი ამოცანა რაც არის და მთავარი პრობლემა. კი, მთავარი ამოცანა ეს არის შეზღუდოს რუსეთის შემოსავლები ევროკავშირმა და ჩრდილოვანი ფლოტი. ამ ასე ვთქვათ, მექანიზმის ჩამოშლით, რაც არის ჩრდილოვანი ფლოტი, რეალურად ევროკავშირი შეძლებს იმ სანქციის აღსრულებას, რაც ერთი 15 პაკეტის წინ დაწესდა, რაც უკავშირდებოდა რეალურად რუსეთის უფლებების შეზღუდვას ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით. რუსეთმა ვიცით, რომ ეს შეზღუდვა უბრალოდ ისე ფორმალურად მიიღო და რეალური აღსრულება არ გვინახავს ამ შეზღუდვისა, რადგანაც რუსეთი მაინც ახერხებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის ექსპორტირება სწორედ ჩრდილოვანი ფლოტის დახმარებით, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მიმართულებით რაღაც გარკვეული კორექციები შევა. ასევე 20 რუსული რეგიონული ბანკის წინააღმდეგ დაწესდება შეზღუდვები, ეს ის ბანკები არიან, რომლებიც სწორედ ინდოეთთან და ჩინეთთან და მათ შორის სხვა ქვეყნებთან ამარტივებენ რუსეთის ტრანზაქციებს. რეალურად ძალიან დიდი პაკეტია ეს. უბრალოდ აქ საკითხი არის, რამდენად აღსრულებული იქნება ეს შეზღუდვები, რადგანაც შეზღუდვები აქამდეც ევროკავშირის არანაკლებ ამბიციური დაუწესებია, თუმცა ყოველთვის შეკითხვა იყო აღსრულებასთან დაკავშირებით. ხო, ბევრ ასე ვთქვათ ნაწილს, რომელიც მე-20 პაკეტშია, ფარავდა პირველი პაკეტიც, მეორეც, მესამეც, მეოთხეც, მეხუთეც უბრალოდ ვერ მოხერხდა ასე 20 არ იყო საჭირო აღსრულების ნაწილში ეფექტური მუშაობა და იმედია, რომ ეს ეფექტური მუშაობა გამოვა საომავლოდ, თუნდაც მე-20 პაკეტის ფარგლებში. გადავიდეთ დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის უნდა გაიმართოს. საქმე ეხება
ბირთვულ მოლაპარაკებებს და რა თემებზე იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით ცნობები უკვე გავრცელდა კატარის მიერ დაფინანსებულმა ალ-ჯაზერამ გავრცელა ეს ცნობები კატარის თურქეთის და ეგვიპტის შუამავლობით მომზადდა ჩარჩო დოკუმენტი რომელზეც დღეს ამერიკული და ირანული მხარეები იმსჯელებენ შუამავლების ჩართულობით ცხადია. Პირველი პუნქტი არის ურანის გამდიდრება, სადაც წერია რომ ირანმა მომდევნო 3 წლით სრულად უნდა შეაჩეროს პროცესი, მომდევნო წლებში კი ურანის გამდიდრების ზედაზღვარი უნდა იყოს 1.5%, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად სრულად არ არის საკმარისი, შესაბამისად თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე უარი. ამ მხრივ ოფიციალური თეირანის პოზიცია დადებითია, ცნობილია ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აბას არაღჩიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა რომ ირანი მზად იყო ბირთვული იარაღის ასე ვთქვათ შექმნაზე უარის თქმაზე თუ შტატები მას სანაცვლოდ სანქციებს მოუხსნიდა. მეორე პუნქტი გამდიდრებული ურანის არსებულ მარაგებს ეხება შუამავლები მიიჩნევენ რომ გონივრული იქნება თუ ოფიციალური თეირანი სრულ მარაგებს გადასცემს მესამე მხარეს, მესამე ქვეყანას, თუნდაც ეს იყოს რუსეთი, ეს წერია ასე ვთქვათ ამ ჩარჩო დოკუმენტში. ამ მხრივ ირანი მეტად ფრთხილ პოზიციას იჩენს საგარეო უწყებაში მიიჩნევენ რომ მსგავს თემაზე საუბარი არის ჯერჯერობით ნადრევი და სხვა საკითხების გადაწყვეტა უნდა დაიწყოს და მერე უკვე გამდიდრებული ურანის საკითხი, რომელიც ირანის მფლობელობაშია. მესამე პუნქტი არის აიათოლას რეჟიმის მოკავშირე რეგიონის ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება, ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები. ჩარჩო დოკუმენტის თანახმად ირანმა უნდა შეწყვიტოს დაფინანსება, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ვიცით რომ ირანის პოზიცია არის უარი, არა შესაბამისად არც აღიარებს პრინციპში ამ ორგანიზაციების დაფინანსებას. ჯერ ორგანიზაციების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას არ აღიარებს და მეორე შემდეგ დაფინანსებას. მათ ხარდაჭერას და დაფინანსებას და ინფრასტრუქტურით თუ იარაღით მომარაგებას არ აღიარებს. შესაბამისად აქ ირანის მხარე არ შევა მოლაპარაკებებში და ამ თემაზე ალბათ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, რაც შეეხება ბალისტიკურ და სხვა მძლავრ რაკეტებს, რომელთა დიდ მარაგსაც ირანი ფლობს, მოლაპარაკებები მხარეების ინიციატივაა, რომ თეირანმა ომის წარმოების მიზნით მის გამოყენებაზე თქვას უარი, თუმცა თუ მის ტერიტორიაზე ომს დაიწყებს, რომელიმე სხვა სახელმწიფო ამ შემთხვევაში კონდეს იარაღის გამოყენების უფლება, ესეც მნიშვნელოვანია იმ ნაწილში, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ანუ ირანს შეეზღუდება იარაღის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენება იმ შემთხვევამდე, სანამ მათ ქვეყანაზე მოხდება თავდასხმა. 5 პუნქტიანი გეგმის ბოლო ნაწილში ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებაც არის გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანა უარს იტყვის დაპირისპირებაზე ძალის გამოყენებით გადაწყვეტილების მიღებაზე. ამ ნაბიჯით პრინციპში კატარელ, თურქ და ეგვიპტელ შუამავლებს სურთ ორ სახელმწიფოს შორის პირდაპირ სამხედრო კონფრონტაცია თავიდან აერიდონ და რეგიონის სტაბილურობა შეინარჩუნონ. ამ ესეც ახალი თემაა, ისევე როგორც ბალისტიკურ რაკეტებთან მიმართებით, შესაბამისად ირანის პოზიცია აქ ცნობილი არ არის და გამოჩნდება მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დღეს გაიმართება ომანის დედაქალაქ მუსკატში, სადაც ერთმანეთს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შეხვდებიან. ხო, ამერიკაზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ძალიან დიდი შეთანხმება დადო სავაჭრო არგენტინასთან. არგენტინა ისედაც პროამერიკულად განწყობილი სახელმწიფოა, ზედმეტი შეთანხმებების გარეშე, მაგრამ ტრამპს უყვარს ზოგადად შეთანხმებები, ესეთი ფურცლები, ხელმოწერილი დოკუმენტები და გამარჯვებები. ის ადამიანი ამითი საზრდოობს და არ უნდა გავიდეს კვირა ისე რომ ტრამპმა რაღაც არ გააფორმოს და აი არგენტინასთან გააფორმა სავაჭრო შეთანხმება. ეს მოიაზრებს საკმაოდ ისეთი მრავლისმომცველი შეთანხმებაა და მოიაზრებს ლამის ყველაფერს, თავდაცვის სექტორი დაწყებული, ავტომობილებითა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციით დამთავრებული მხარეები ერთმანეთში ვაჭრობის მოცულობას გაზრდიან. რა თქმა უნდა, არგენტინა ტექნოლოგიებს იყიდის ამერიკისგან, ამერიკა კი არგენტინისგან იყიდის მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ისეთი ტიპის საქონელს, ხო, ნუ მესი სამდენად იყიდის, არ ვიცი. იყიდა უკვე კაცო ემერში. არა, პიროვნულად რამდენად იყიდის. ისე როგორც ფეხბურთელს კი ბატონო. ამერიკის ნაკრებში ვერ. ხო და აქ ისიც არის ერთი ამოსავალი წერტილი, რომ არგენტინა ბოლო პერიოდში რაღაცნაირად გლობალურ
სცენაზე ჩამოყალიბდა როგორც ამერიკული ინტერესებისა და ამერიკული წიაღსვლების მქონე სახელმწიფო, რაც არგენტინას ზოგადად მიმზიდველ ქვეყანად აქცევს ინვესტორებისათვის, მათ შორის ამერიკელი ინვესტორებისთვის და ეს შეთანხმება რაღაცნაირად სწორედ ინვესტიციების მიმართულებით ბიძგსაც წარმოადგენს, რადგანაც სამთავრობო დონეზე არის სავაჭრო შეთანხმება, უკვე ამერიკელ ინვესტორებს გარკვეულწილად მწვანე შუქი აენთოთ იმისათვის, რომ არგენტინაში განახორციელონ პროექტები. ამ ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალია, არგენტინა არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ბუნებრივი რესურსებით. ტრამპის გემოვნება მარტივი გასაგებია, სადაც რესურსებია, იქ არის მისი ინტერესები. ამაში არ გავგვიმართლა ქართველებს, აქ არ აქვს რესურსები, თორემ ტრამპი ჩვენს მოგვადგებოდა ალბათ, მაგრამ არგენტინას აქვს და არგენტინით არის დაინტერესებული ტრამპი, როგორც ჩანს, იქ რაღაც სხვა პროექტების წამოწყებაც უნდა და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ მაგალითად ერთ თვეში ვიტყვით იმასაც, რომ ამერიკული ექსონი ან შევრონი იქ აპირებენ ახალი ჭაბურღილის გახსნას. ალბათ ესეც მოყვებას არის. Quant ტექნოლოგიური კომპანიები გეგმავენ რაღაც ინვესტიციის განხორციელებას. აშენებას მაგალითად იქ, რადგან რეგიონი იქ აშენებენ რა. გენუ სანამ თვარემდე ავლენ, ხო არის საჭირო. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შრომის ბაზარზე ვითარება უარესდება. უახლესი მონაცემების თანახმად ვაკანსიების რაოდენობა ქვეყანაში არის 6.5 მილიონი და ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2020 წლის, ანუ პანდემიური წლის შემდეგ. შრომის სტატისტიკის ბიუროს ანგარიში აჩვენებს, რომ ვაკანსიების კლება თითქმის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება, თუმცა ყველაზე მკვეთრად არის ტექნოლოგიური, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სფეროები შემცირებული. ამ შემთხვევაში ანალიტიკოსების განმარტებაა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები და 2025 წელს ძირითად სექტორებში დაფიქსირებულია გაურკვევლობა, ბიზნეს აიძულებს, რომ აქცენტი გააკეთოს ხარჯების ოპტიმიზაციაზე, შემცირებაზე, არა იყვანოს ახალი კადრები, შესაბამისად და თავი დაიზღვიოს გარკვეული რისკებისგან, რომელიც შეიძლება მოხვდეს ამ პროცესებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი წნეხს დის ფედზე, რომელსაც მოუწევს სავარაუდოდ ამ მაჩვენებლების მიხედვით შემცირება საპროცენტო განაკვეთისა, იმიტომ რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს, ფედის ერთ-ერთი ფუნქცია გარდა იმისა, რომ ინფლაციის კონტროლი ჰქონდეს, ასევე ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ შრომის ბაზარი იყოს გამართული, რეგულირებული, შესაბამისად სავარაუდოა, რომ ეს გაზრდის წნეხს ფედზე, წნეხი ფედზე ისედაც დიდია დონალდ ტრამპის მხრიდან, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ რიცხვები უფრო მნიშვნელოვანია ახლანდელი ფედის ხელმძღვანელისთვის, ვიდრე დონალდ ტრამპის რაღაც პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც როგორც ვხედავთ, არ ეპოება ბატონი პაუელი და მედგრად დგას, ხო, არც ადარდებს გამოძიების ფონზე. ამასთან ადამიანების რაოდენობას, რომლებიც სამსახურს, ასე ვთქვათ, საკუთარი სურვილით ტოვებენ, შემცირებულია. ეს სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ უფრო სტაბილურობას ირჩევენ, არ ფიქრობენ ჯერჯერობით სამსახურის შეცვლას, იმიტომ რომ რეალურად არ არის ბაზარზე ბევრი ვაკანსია, რომელსაც შეიძლება რომ საომავლოდ ჩაეჭიდონ და უკეთესი სამსახური ნახონ, შესაბამისად ადამიანები არ მიდიან, ნაკლებად მიდიან მოკლედ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურებიდან. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ჯერ არ ასულა, ვაკანსიების ასეთი მკვეთრი კლება, როგორც ვახსენეთ, ფედერალურ რეზერვისთვის არის მნიშვნელოვანი სიგნალი და ვინ იცის, ასე ვთქვათ, ჯერომ პაუელის მოასწრებს პრინციპში შემცირებას, სანამ წავა თანამდებობიდან. ხო. თუ არა და ახალი ხელმძღვანელი სავარაუდოდ ხო ამ სტატისტიკიდან გამომდინარეც, მაგრამ ისედაც წავა შემცირების მიმართულებით. კი, ნამდვილად, ანუ ახალ ხელმძღვანელს ეს ფაქტობრივად ვალდებულებადაც კი აქვს. ტრამპს ხოთა შორის თქვა, რომ შესაძაც ვორს ვესაუბრებოდიო, მასთან რამდენიმე საკითხზე ვისაუბრებოდ, ერთ-ერთი იყო რა თქმა უნდა განაკვეთების შემცირება და იქვე ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა ასეთი ვორს, რომ ეთქვა, რომ ის არ აპირებდა შემცირებას და გაზდას აპირებდა, მიიღებდა თუ არა ის კანდიდატურას მასზე ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ არა, ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებდა ფედის პრეზიდენტობის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას თუ ის აპირებდა რეფინანსირების განაკვეთის გაზდას. ხო, მაგრამ მხოლოდ თანხმობა ამაზე არ იყო საჭირო, რომ ჩვენს დავთანხმდებოდეთ ეგრევე, მაგრამ არ მოგცემდა. სამწუხაროდ ჩვენ არც გქონია ეს შესაძლებლობა. აქ უნდა ვისაუბროთ ევროპის ცენტრალურ ბანკზე, რომელიც ასევე რაღაცნაირად ფედს გავს ბოლო პერიოდში, აღარ ცვლის განაკვეთს 2%-ზე დასვეს განაკვეთი და იქ არის გაჩერებული. ბოლო 5 შეხვედრა არ შეუცვლა ECB-ს ეს განაკვეთი და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ECB განაკვეთს არ ცვლს მარტივი მიზეზის გამო. მათთვის სამიზნე ნიშნული პრინციპში 2%-ია და ინფლაციაც აი ამ სამიზნე ზონაშია. ბოლოს 1.7% იყო, 1.7-დან 2.5-ის ფარგლებში მერყეობს ჯერჯერობით ინფლაცია და ECB ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს იმისა, დამატებით რატომ უნდა შეამცირონ რეფინანსირების განაკვეთი. ცხადია, აქ
მეორე არგუმენტიც არის ის, რომ ევროზონის ეკონომიკა მთლად კარგად არ გამოიყურება, განსაკუთრებით თუ გერმანიაზე ვსაუბრობთ, რომელიც არის სტაგნაციაში, მას უნდა უფრო საკრედიტო ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, მაგრამ ECB ჯერჯერობით ბალანსს აკეთებს უფრო მეტად ინფლაციური რისკების თავიდან არიდებაზე, ამიტომაც არ ამცირებს განაკვეთს 1 ან 0%-ამდე. 0%-ით ევროზონაში არის მისაღები, ისინი მიჩვეულები არიან ასეთ განაკვეთებს, მაგრამ ჯერჯერობით ნულოვან განაკვეთს არ უბრუნდებით. აქ ჩემი პირადი შეფასებით უფრო ახალი ფედის ხელმძღვანელის ტრაექტორიას ელოდებიან, რა იქნება ვორშის ეპოქა, ალბათ მასაყვება შემდეგ უკვე სიგნალი იქნება ზოგადად სავარაუდოდ. სიგნალები ასე მუშაობს, როგორც წესი ფედი იწყებს, ასე ვთქვათ, პროცესს და შემდეგ ECB მიყვება მას, ალბათ უკვე აქაც მოლოდინი არის ის, რომ ECB არაფერს არ შეცვლის იქამდე, სანამ პაველი არ დატოვებს თავის პოსტს. აპრილი-მაისის პერიოდს აი, პერიოდს ელოდება ახლა ყველა დედამიწაზე. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. გლობალური ბიზნეს ამბებიც მოვიკითხოთ, ტექნოლოგიური გიგანტები AI ბოლოში ფსონებს მაქსიმალურად ზრდიან. all-in საკეთებენ პრაქტიკულად. ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ 2026 წელს Microsoft-ი, Google-ი, Meta, Amazon-ი ჯამში რეკორდულ 650 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ ამ მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების სახით, რაც ძირითადად მონაცემთა ცენტრების მშენებლობას და AI ჩიპების შეძენას მოხმარდება. კი, Microsoft-ი, Google-ი, Meta, Amazon-ი ძალიან მასშტაბურად ჟღერს, მაგრამ 650 მილიარდი დოლარის ინვესტირება კონკრეტული ერთი მიმართულებით ამ კომპანიებისთვისაც არის ძალიან სოლიდური. შესაბამისად, ინვესტორებისთვის ეს არ არის კარგი ახალი ამბავი იმ მიმართულებით, რომ ინვესტორები ყოველთვის სვამენ კითხვას. როდის მოხდება ამ მონაგების მიღება, ამ კაპიტალური დანახარჯების შედეგად ჩვენ ვიღებთ, ასე ვთქვათ, იმ ვოლატილობას ბირჟებზე, რომელიც არის აქციების ღირებულების შემცირების მიმართულებით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ინვესტორებთ არ მოსწონთ გარკვეული კაპიტალური დანახარჯები, რომელიც ერთი სექტორისკენ აი ამ მოცულობით მიემართება. მეტას დააფუძნებელმა Zuckerberg-მა და Microsoft-ის დირექტორმა სატია ნადელამ ამ შეკითხვას უპასუხეს და მიანიშნეს, რომ ამ ეტაპზე ზედმეტი ინვესტიცია უფრო ნაკლებად, ასე ვთქვათ, პრობლემურია და რისკებს შეიცავს, ვიდრე არასაკმარისი ინვესტიცია, რადგან ტექნოლოგიური კომპანიები და ზოგადად კომპანიები რომ ჩამორჩნენ AI ეპოქას და აი ამ შესაძლებლობა უფრო მეტი ზიანი მიიღონ, ამიტომ ხო, შეიძლება ზედმეტი ინვესტიცია იყოს მათი შეფასებით, მაგრამ ის უფრო გამართლებული და ნაკლები რისკის მატარებელი, ვიდრე საერთოდ ამ მიმართულებით არაფრის გაკეთება. მარტივად რო ვთქვათ, საქმე გვაქვს ისეთივე დაპირისპირებასთან ამ თემაზე, ვთქვათ, ინვესტორების მხრიდან და კომპანიების და მმართველების მხრიდან, რომ როგორც ცივი ომის პერიოდში იყო, თუმცა აქ მთავარი იარაღი არა ატომური შეერაღება, არამედ AI ინდუსტრია, რომელიც როგორც ჩანს მომავალი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება და სავარაუდოა, რომ ინვესტიციები 26-კი 27-შიც უფრო მეტად გაიზარდოს, როგორც კერძო კომპანიების, ასევე სახელმწიფოების მხრიდან. ეს სტრატეგიული მიმართულებაა თავად ქვეყნებისთვისაც. ხო, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წელს აპირებს ყველაზე დიდი ინვესტიციის ჩადება საერთოდ პლანეტაზე AI-ში, ეს არის Amazon-ი. კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა გუშინ კომპანიამ. შედეგები იყო ფანტასტიკური, კომპანიის შემოსავალი იყო 213 მილიარდი, ეს ახალი რეკორდია, ასევე რეკორდული იყო წმინდა მოგება 21 მილიარდი AWS-ის მიმართულებით, ანუ cloud service-ების მიმართულებით შემოსავალი იყო ლამის 36 მილიარდი, საკმაოდ დიდი ზრდა ჰქონდა კომპანიას ამ სეგმენტში, მაგრამ ინვესტორებს არ მოეწონათ ის ამბავი, რომ Amazon-ი წელს AI-ში აპირებს 200 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას. ისინი სვამენ შეკითხვას, თუ რაში სჭირდება Amazon-ს ამხელა ინვესტიცია AI-ში. ეხლა Amazon-ი ვიცით, რომ chatbot-ის გამოშვებას არ აპირებს და ლოგიკური შეკითხვა, რად უნდა Amazon-ს ეს AI, მაგრამ იქ ალბათ Amazon-ს უფრო სხვანაირი ხედვა აქვს. AI არ არის მხოლოდ chatbot-ი, თუ AI გუგონია მხოლოდ chatbot-ი, ეს იგივეა ვთქვათ, რომ მაგალითად 1990-იან წლებში ინტერნეტი იყო მხოლოდ მეილის გაგზავნა. დღეს ინტერნეტი არ არის მხოლოდ მეილის გაგზავნა, ისევე როგორც AI არ არის მხოლოდ chatbot-ი. აი ამაზე ფიქრობენ Amazon-ში და რა თქმა უნდა ტექ კომპანიები ინვესტიციას არდებენ დღევანდელ ტექნოლოგიაში. ისინი რაზედაც მუშაობენ, ის ჩვენთვის ჯერ ხელმისაწვდომი უბრალოდ არ არის და ვერც იქნება. ეს არის 3, 4, 5 ან 10 წლის შემდეგ გამოსაშვები. AWS-იც რა სჭირდება Amazon-სო, ამაზე იყო საუბარი, მაგრამ დღეს ამ კომპანიის შემოსავალი ჟურნალებში სხვათა შორის მაშინ, როდესაც დაანონსა
Bezos-მა AWS-ის, ანუ Amazon Web Services-ის გამოშვება, რაც დღეს თავარი ბიზნესია რეალურად Amazon-ისთვის. იწერებოდა ასეთი სტატიები, რომ Bezos-მა თავი უნდა დაანებოს ფანტაზიორობას და მიხედოს თავის ონლაინ მაღაზიას, რა გაყიდოს ის წიგნები, ყუთები თუ რაც არის გასაყიდი და თავი დაანებოს ამ რაღაც გამოგონილ ციფრულ ვირტუალურ სამყაროს, მაგრამ როგორ გაამართლა AWS-მა, ამას კი ვხედავთ, დღეს თუ Amazon-ი არის 2-3 ტრილიონიანი კომპანია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ AWS-ის გამო, ონლაინ მაღაზია არ არის Amazon. Amazon-ი არის პირველ რიგში AWS-ი, რომელსაც ასევე აქვს ონლაინ მაღაზიის ბიზნესი. აი ესეა რეალური Amazon-ის შეფასება ინვესტორებისთვის და აი ასე ხედავს როგორც ჩანს Amazon-ი მომავალში არის ასეთი მოსაზრება, რომ ყველა დიდი კომპანია, ის დიდი შვიდეული რომლებიც არიან, გახდებიან უბრალოდ გიგანტური AI კომპანიები, რომელთაც ექნებათ ხელოვნური ინტელექტი ყველაფრისთვის, ყველა მიმართულები და ადამიანები გამოიყენებენ უბრალოდ ამ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებს. ამას შეიძლება ვიჯერებდეთ, ვენდობოდეთ ამ პროგნოზს, მაგრამ ინვესტორებს მოკლევადიან პერიოდში მაინც არ მოსწონს ამბავი, რომ კომპანია $200 მილიარდ გაისვრის ისეთ რაღაცაში, საიდანაც ამონაგები უბრალოდ აი ფინანსური მოდელები ხო, ნუ ფინანსური მოდელები შეუძლებელი ამის თქმა, როდის იქნება ამონაგები შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, მაგრამ Amazon-ში გონიათ, რომ იქნება თანაც ძალიან დიდი. კი ბატონო და დავასრულოთ Toyota-თი გლობალური ავტოწარმოების ლიდერით პრინციპში 2025-ში გაყიდების მაჩვენებლების მიხედვით 10.6 მილიონი იყო თუ არ ვცდები ავტომობილების ერთეულების მიხედვით შემოსავლების და მოგების კუთხითაც Toyota საკმაოდ დაწინაურებულია პირველობას ართმობს და ამასობაში ახალი აღმასრულებელი დირექტორი ყავს კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით CEO-ს თანამდებობას 57 წლის კენტა კონი დაიკავებს, რომელიც Toyota-ს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა Toyota-ში კომპანიაში 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დაასრულა, სტუდენტობის შემდეგ პირდაპირ ამ კომპანიის თანამშრომელი გახდა. ის პოსტზე კოჯი სატოს ჩაანაცვლებს. კონი პროფესიით არის ეკონომისტი, ბოლო 20 წლის განმავლობაში იყო იაპონური გიგანტის ფინანსური დეპარტამენტის და ბუღალტრული საკითხების კურატორი. ეკონომისტის დანიშვნა პრინციპში ამ თანამდებობაზე გასაკვირი არ არის, მიმდინარე რაღაცა გლობალური ავტოინდუსტრიაში გამოწვევების ფონზე კი Toyota ლიდერია, მისი ჰიბრიდული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანად განაპირობებენ ბაზარზე მიწოდება მოთხოვნის პრინციპებს, თუმცა ამ შემთხვევაში Toyota-ს სურს რომ საომავლოდ ეს ლიდერობა შეინარჩუნოს. და ვინმე ჩინელმა არ გადაასწროს მაგალითად BYD მაგალითად, თუმცა კონი არა მარტო ეკონომიკური მიმართულებით და ფინანსური კუთხით შეიძლება გამოადგეს Toyota-ს, ის ასევე იყო ჩართული ტექნოლოგიურ განვითარებაშიც. სხვადასხვა დროს შესაბამისად ფსონი გაკეთებულია ახალ აღმასრულებელ დირექტორზე, ნახოთ როგორ შედეგებს მოიტანს ის თუნდაც 2026 წლის განმავლობაში. საქმეების აღამომი დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.